დააკვირდით, შემოსავალი რეალიზაციიდან 1.396.000 იყო. აი ეს ციფრები, თქვენ გაქვთ პრაქტიკულში, თქვენ გქონდა დავალებათ ეს. დიახ. 1.396.000-ია შემოსავალი. ახლა შეეკითხეთ საკუთარ თავს. ეს შემოსავალი შემოსული ფულია? ვერ იტყვი, იმიტომ რომ დარიცხვის მეთოდით არის. შეიძლება ამას აკლდეს ფული, ახლა მიკარნახეთ. აკლდეს ფული, რომ ვამბობ, როდის შეიძლება აკლდეს ფული და სად ვაკონტროლებ? როდის დააკლდება ფული? თუ კი ამ შემოსავალში არის დარიცხული შემოსავალი, ანუ დებეტი 1200 და კრედიტი 6100 კი არ იყო, დებეტი 1400-ები იყო, აი მაშინ აკლია ფული, ხო? ამას მე გავარკვევ, თუ კი ვნახავ ბალანსში. დებიტორები გაზრდილია თუ შემცირებული. აქ ბუნებრივი კითხვა გაგიჩნდებათ თქვენ ერთი რამ. მაგალითად, იანვარში გავყიდე კრედიტში. დებეტი 1400, კრედიტი 6100, მაგრამ თებერვალში გადამიხადა ფული. ანუ წელიწადში სულ ხო გადამიხადა მე მან ფული. ასეთი კრედიტში გაყიდვები შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. მაგრამ ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, რომ მე რამდენი გავყიდე კრედიტში. კრედიტორული დავალიანება წლის დასაწყისს უკაცრავად, დებიტორული დავალიანება წლის დასაწყისსა და ბოლოს შორის. რა ცვლილება მოხდა? შიგნით შეიძლება ყველა გაყიდვა კრედიტში გავაკეთე. შეიძლება ყველა რაც გავყიდე 1.396.000. ყველა გავაკეთე კრედიტში გაყიდვა. აი ამას არ აქვს მნიშვნელობა კრედიტში გაყიდვა რო გავაკეთე. დამიფარეს დებიტორება მე ფული და რამდენი იყო წლის დასაწყისში და ბოლოსში ნაშთი, აი ამას აქვს მნიშვნელობა და მოდი აი ამას შევუდაროთ ახლა ჩვენ, რომ გავარკვიოთ ამაში ფული ყველა არის თუ არა შემოსული. თუ დებიტორები გაზრდილია, ეს ფული აკლია, თუ დებიტორები შემცირებულია, ეს ფული უნდა დავამატო, იმიტომ რომ ამაში არ არის. გარდა ამისა უკავშირდება ავანს. ავანსი რა შუაშია? ყიდველებმა შეიძლება წინასწარაც გადამიხადონ ფული. თუ მიღებული ავანსები, გაატარეთ დებეტი, ფული, კრედიტი 3120. შემოსავალში არ არის ის. მივიღე ფული, მაგრამ შემოსავალში არ არის. თუ მიღებული ავანსები გაზრდილია, ის ფული ამაში არ დევსა, უნდა დავამატო. თუ მიღებული ავანსები შემცირებულია, აი ზუსტად ის დევს ამაში. დებეტი 3120, კრედიტი 6110. ანუ 6110-ში დევს, მაგრამ ფული წელს არ მოსულა, ის შარშანდელი მოსული იყო. თუ მიღებული ავანსი შემცირებულია, უნდა გამოვაკლო. თუ მიღებული ავანსი გაზრდილია, უნდა დავამატო. ეს ყველა არის ფინანსური და საინვესტიციო საქმიანობის მონაცემები ქვევით რაც არის და გადავიდეთ ბალანსზე. ესე იგი 1.396.000 იყო შემოსავალი. რა ხდება ბალანსში? დააკვირდით დებიტორს. დებიტორი გაზრდილია 16.000-ით. რა მომხდარა თუ დებიტორი გაზრდილია? აი 1.396.000 შემოსავალს რომ ვკითხულობ. რა უნდა უყოთ ახლა ამ 16-ით? დებიტორი გაზრდილია ნიშნავს შემოსავალში კრედიტი 6110-ში 16.000-ით ნამეტი აღმომაჩნდა დებეტი 1410. ანუ ის არის ანუ არ მოსულა ეს ფული. დებიტორი გაზრდილია იმიტომ რომ ფული არ მოსულა. 16.000 ფული არ შემოსულა. შემცირებული რომ ყოფილიყო? დიახ. აუცილებლად უნდა შევამოწმო მე ასევე მიღებული ავანსი ხომ არ არის გაზრდილი ან შემცირებული. ნახოთ ახლა ჩვენს ბალანსში მიღებული ავანსი. მაქვსად მე? არა მაქვს. რომ ყოფილიყო მიღებული ავანსი, აუცილებლად უნდა შევამოწმო ესენი მე ბალანსში. თქვენ ახლა ამ მაგალითში რაც შეგხვდათ, მეორე მაგალითი სულ სხვა რაღაცა იქნება. ამიტომ ეს კიდეც რომ დაიმახსოვრე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი უნდა იცოდე, რა უნდა შეამოწმო. დებიტორიც და ავანსიც. ამ მაგალითში დებიტორი შეხვდა, ავანსი არ იყო, მაგრამ მეორე შეიძლება ავანსი იყოს.
მიღებული ავანსი გაზრდილი რომ ყოფილიყო, რა უნდა გვექნა? უნდა დაგვემატებია, იმიტომ რომ მიღებული ავანსი იზრდება როგორი გატარებით? დებეტი ფული, კრედიტი 3120, მოსულა ფული და შემოსავალში არ არის. ამიტომ უნდა დაგვემატებია. შემცირებული რომ ყოფილიყო? უნდა გამოგვეკლო შეამცირეთ მიღებული ავანსი. დებეტი 3120, კრედიტი 6110. რატო ვაკლებ? იცი შემოსავალში დევს, მაგრამ ფული არ მოსულა წელს. შაშანდელი მიღებული ფული იყო და წელს შავდა შემოსავალში. და წელს ფული არ მოსულა, ამიტომ უნდა მოვაკლო. დავრუნდეთ ისე. ახლა თქვენ მიკარნახეთ. რა იყო თვითღირებულების ხარჯი მაგალითში? თვითღირებულების ხარჯი მოგებაზარალში რა გიწერიათ? 1040. აი ეს გვიწერია თვითღირებულების ხარჯად. ერთი წუთით. თვითღირებულების ხარჯი 1040-ია, მაგრამ მე უნდა დავწმუნდე, ეს ფული დაიხარჯა 1040? და ეს რომ გავარკვიო, ფულიც დაიხარჯა თუ არა 1040, მე უნდა გადავამოწმო, ხომ არაფერი გადამიხდია წინასწარ. ხომ არ დამრჩენია ვალი გადაუხდელი. თუ წინასწარ გადავიხადე, ხარჯებს უნდა მივამატო. თუ ვალი დამრჩა, ხარჯებს უნდა გამოვაკლო, იმიტომ რომ არ გადამიხდია. შეიძლება მარაგი, რომელიც ხარჯში წავიდა, წელს კი არ მიყიდია, ნაშთიდან დავხარჯე. ნაშთიდან თუ დავხარჯე, ხარჯში კია, მაგრამ ფული წელს არ დამიხარჯია. ან პირიქით, მე წელს მარაგი გამეზარდა. ანუ რაც დავხარჯე, ისიც მიყიდია და თან კიდე საწყობში მარაგის ნაშთი გამიზრდია. ანუ ორივე მიყიდია. თუ არ ვიყიდიდი, საიდან გამიზრდები? ასე რომ თუ მარაგის ნაშთი გაზრდილია, ფული დამიხარჯია და ხარჯებში არ არის მარაგის ნაშთია გაზრდილი, დებეტი 1610, კრედიტი 1210. ხარჯში არ არის. მარაგის ნაშთი გამეზარდა. მაშინ უნდა მივამატო. თუ მარაგის ნაშთი შემცირებულია, დებეტი ხარჯი, კრედიტი, მარაგი. ახლა ფული არ დამიხარჯია, ხო, როცა მარაგის ნაშთიდან როცა დავხარჯე, თორე ისე შეიძლება შეძენილიც დავხარჯე. ნაშთი როცა შემიმცირდა. მე რომ თქვა, რომ რაც ვიყიდე, ყველა გავყიდე, მაშინ ნაშთი არ უნდა იყოს შეცვლილი. მარტო ის თუ დავხარჯე, რაც ვიყიდე, მაშინ არც გაზრდილი უნდა იყოს ნაშთი მარაგის და არც შემცირებული. თუ არ არის არც გაზრდილი, არც შემცირებული, მაშინ პირდაპირ ხაზზე გავდივარ, ვიყიდე და დავხარჯე. მაგრამ თუ კი მარაგის ნაშთიც გაიზარდა, მაშინ მე ვიყიდე, რაც დავხარჯე და რაც გავზარდე, ესენი ორივე ვიყიდე. მაგრამ თუ პირიქით ნაშთი შემცირებულია, მაშინ რაც დავხარჯე, ყველა კი არ მიყიდია. ვიყიდე 90, მაგრამ ხარჯი 100-ია. ესე იგი ნაშთი მაქვს შემცირებული 10-ით კიდე. მაგრამ ეს 10 მე წელს არ დამიხარჯია. მარაგის ნაშთი თუ მცირდება, ფულად დანახარჯს აკლდება, მარაგის ნაშთი თუ იზრდება, ფულად დანახარჯს ემატება. მაგრამ ასევე ფულად დანახარჯს აკლდება, თუ კი კრედიტორული დავალიანებაა გაზრდილი. მომწოდებლისთვის ფული არ მაქვს თურმე გადახდილი, გაიზარდა ვალი. მაშინ ფული არ დამიხარჯია და უნდა გამოვაკლო. მაგრამ თუ კი მომწოდებელს წინასწარ გადაუხადე ფული და ხარჯი არც მიმიღია, ჯერ მარაგი წინასწარ არის გადახდილი ფული, მაშინ უნდა დავამატო ხარჯს. თუ კი წინასწარ გადახდილი ავანსია შემცირებული წელს, უნდა გამოვაკლო, იმიტომ რომ შარშანდელი გადახდილი ავანსიდან მომაწოდა წელს. და ისიც უნდა გამოვაკლო. გაიკითხოთ. ახლა ვნახოთ ჩვენს მაგალითში რა ხდება. ჩვენს მაგალითში მარაგი შემცირებულა. შემიმცირეთ მარაგი. გაატარეთ ოპერაცია. მარაგი შეამცირეთ. კრედიტი 1610 და დებეტი 7200. ანუ ხარჯებში მოხდა. მაგრამ სად დახარჯე ახლა აქ ფული? არა. ესე იგი თუ კი ნაშთია შემცირებული, ამ შემთხვევაში ნაშთის ხარჯზე მოხდა ის ხარჯებში, მაგრამ ამაში ფული არ არის დახარჯული. ხარჯში კიდევს. მარაგის ნაშთი თუ შემცირდა, ხარჯიდან უნდა ამოვიღო, რამდენითაც შემცირდა ის, ესე იგი 68 უნდა გამოაკლდეს მას. აუცილებლად უნდა გავარკვიოთ ახლა ჩვენ რა ხდება კრედიტორებში. კრედიტორული დავალიანება შემცირებულია 14.
გაზრდილი რომ ყოფილიყო, ეს ნიშნავდა იმას, რომ ფული არ გადამიხდია. შემცირებული რომ არის, შარშანდელი ფულიც გადამიხდია და თუ კი ფული გადავიხადე, მაგრამ ეს ხარჯებში რა თქმა უნდა არ არის. უნდა დავამატო. კარგით, ეხლა მე გადავალ თვითონ ფულად ნაკადებთან. მიღებული ფული ჩავთვალეთ ასე 1.396.000, ეს იყო შემოსავალი რეალიზაციიდან. გავაკელით დებიტორის, რა იყო დებიტორის? დებიტორის ზრდა. ზრდა იყო და მიტო გავაკელი, ანუ არ მოსულა ეს ფული და მიტო გავაკელი. და გამოგვივიდა 1.380.000 შემოსული ფული. რომ ყოფილიყო ავანსი გაზრდილი, რა უნდა მექნა? მიღებული ავანსი რომ ყოფილიყო გაზრდილი. მაშინ დავამატებდი. მიღებული ავანსი შემცირებული რომ ყოფილიყო? შემოსავალშია ჩავარდნილი ის და ფული არ მოსულა და უნდა გამომეკლო. დებიტორი გაზრდილი რომ შემცირებული რომ ყოფილიყო? დებიტორის შემცირება ნიშნავს ფული შემოვიდა წელს. და შემოსავალში მაშინ დაამატებდი. მეტი არაფერი არ იქნება. მიღებული პროცენტი გვეწერა მოგება ზარალში 12. ახლა მე მაინტერესებს რას გააკონტროლებდით ამასთან დაკავშირებით. მოგება ზარალში იყო 12 მიღებული პროცენტი, მაგრამ თქვენ არ ყვევთ. ეს 12 არის შემოსავალი, მაგრამ ფული შემოვიდა. რა უნდა გააკონტროლო? როცა გაინტერესებს, ეს არის თუ არა ფულის შემოსვლა. შეიძლებოდა პროცენტი გქონოდა დარიცხული შემოსავალში ნაჩვენები, მაგრამ ფული არ ყოფილიყო შემოსული. დებეტი გაატარეთ დარიცხული პროცენტი 1820, კრედიტი 8810. შემოსავალში მოხდა, მაგრამ ფული მოვიდა? არ მოსულა. აბა სად დაჯდა ეს ინფორმაცია? 1800 გაგეზარდა, ხო? შემოსავალში არის და ეს შემოსავალი მიჭირავს, ანუ 12 არის ეს შემოსავალი და ვამბობ, აქ ფული მოვიდა, თუ კი ფული არ მოვიდოდა, მაშინ დარიცხული მოთხოვნები უნდა გაზრდილიყო. მაგრამ ხომ შეიძლებოდა შარშანდელი დარიცხული მოთხოვნა შემცირებული ყოფილიყო წელს. შემიმცირე დარიცხული მოთხოვნა? დებეტი ფული, კრედიტი 1820. ანუ დარიცხული მოთხოვნა შემცირებული თუა, მაშინ ამაში არ არის ის ფული, უნდა დავამატო. დარიცხული მოთხოვნა გაზრდილი თუა, მაშინ ამას აკლია ის ფული და უნდა გამოვაკლო. მაგრამ ჩვენს მაგალითში დარიცხული მოთხოვნები არ იყო საერთოდ და ამიტომ არც გაზრდილი იყო და არც შემცირებული, მაგრამ შეიძლება ყოფილიყო. მაგალითად, დარიცხული მოთხოვნებში კითხულობ 4 წლის დასაწყისში, 4 ბოლოში. რა უნდა ვქნა ამ დროს? არის დარიცხული მოთხოვნა. ოღონდ არ არის შეცვლილი. არ ეხება ამ წელს საერთოდ დარიცხული მოთხოვნა არც გაზრდილა და არც შემცირებულა. ანუ არაფერი ანუ რომ არ არის ბალანსში, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არ არის, მიტო არ ვამატებ და არ ვაკლებ. შეიძლება არის კიდეც, მაგრამ ცვლილება არ არის ნაში. შიგნით იყოს, მაგრამ საბოლოოდ არ არის. საბოლოოდ მოვიდა მაინც ის ფული. და ზუსტად იმდენი დარჩა მოთხოვნა, რაც იყო დასაწყისში. ანუ ცვლილება რატომ გამოგაყვანინეთ, პლუს მინუსები რატომ გამოგაყვანინეთ? არის მეორე მეთოდი. როგორია მეორე მეთოდი დათვლის? მიამატე წინა ნაშთი და გამოაკელი ბოლო ნაშთი. იგივე არ არის? ანუ ფაქტიურად სხვაობას რომ გამოიყვანოს, ეს იგივეა. ანუ სხვადასხვანაირ დათვლები შეიძლება ნახოთ ამის სხვადასხვა ლიტერატურაში. ანუ ნაშთები მიამატე გამოაკელი, ან პირიქით სხვაობა ამოქმედებზე მიამატე ან გამოაკელი. ესე იგი პროცენტის სახით ჩავთვალეთ, რომ მთლიანად იყო მიღებული 12-ვე, იმიტომ რომ არ ყოფილიყო მიღებული, მაშინ დარიცხული მოთხოვნები უნდა ყოფილიყო შეცვლილი. მაგრამ ეს რომ არ ყოფილიყო, მაგალითად პროცენტი და ყოფილიყო ქირა. ამ შემთხვევაში შეიძლება წინასწარაც გადამეხადა ქირა და შეიძლება პირიქით ვალიც დამჩენოდა, ანუ დარიცხული მოთხოვნაც უნდა შემემოწმებინა და დარიცხული ვალდებულებაც. აი პროცენტისთვის არ არის ტიპიური წინასწარ გადახდა. წინასწარ გადაუხადო პროცენტი, ეს არ არის ტიპიური და ამიტომ არ ვამოწმებთ ვალდებულებებს, თორე ეს რომ ყოფილიყო თქვათ ქირა, ან რაღაც მომსახურების თანხა, მაშინ შეიძლება წინასწარაც ყოფილიყო გადახდილი და ვალდებულებებით შემომოწმებია და ასევე მოთხოვნებშიც ყოფილიყო.
მიხლა ყველაფერზე რომ გესაუბრებით რთული იმიტომ არის ეს თემა ამ წუთში. იმიტომ რომ ყველა შესაძლო ვარიანტზე გელაპარაკებით, იმიტომ რომ არ ვიცი რომელ ბალანსში და რომელ მოგება ზარალში რა იქნება. მაგრამ დამერწმუნეთ, თუ შენ არსობრივად გესმის აღრიცხვა, ფულად ნაკადების მომზადებაზე სასიამოვნო პროცესი არაფერი არ არის. გადასარევია. თუ იცი რა არის ში. ანუ აი მთელი ამოლაგება უნდა გააკეთო ამ ყველაფრის და მე ისე ვადე. დამითვალე მარაგის შესაძენად გადახდილი ფული. მოგება ზარალიდან რას აიღებ? მოგება ზარალიდან, მარაგის შესაძენად გადახდილი სახსრები. აიღე ახლა მოგება ზარალი წინ გიდეს? დიახ. და მოგება ზარალში, ნახეთ რა. თვითღირებულება. ხო, მაგრამ ეს თვითღირებულება რთული ცნებაა და მაშინ შეიძლება შედიოდეს ისეთი ხარჯით, რომელშიც ფული არ დახარჯულა. ხო. ან საერთოდ არ არის ფულადი დანახარჯი, მოგება ზარალში რამდენი გაქვს თვითღირებულება? 1040, მაგრამ იქვე გაქვთ მითითებული რომ? კარგით. 1040 არის თვითღირებულების ხარჯი. ეხლა გეკითხებით, რა ინფორმაცია გავაკონტროლოთ ბალანსიდან? აქტივებიდან რა გავაკონტროლოთ? მარაგი გაიზარდა თუ შემცირდა? კარგით. ჩვენს მაგალითში მარაგი არის შემცირებული. მარაგის შემცირება აისახება დებეტი 7200-ები, კრედიტი 1600. ფული დავხარჯეთ? არა. ანუ ხარჯებში მოხდა ისეთი მარაგი, რომელიც წელს არ მიყიდია. ქონდა მარაგში, საწყობში რომ ქონდა ის დავხარჯე. ფული წელს არ დამიხარჯია. რა უნდა ვქნა? ხარჯს უნდა გამოვაკლო, იმიტომ რომ ფულადი დანახარჯი არ არის. კარგით. ჩვენ თუ ჩავთვლით, რომ დანარჩენი ყველა ფულადი დანახარჯია, მაშინ კრედიტორული დავალიანება არ უნდა იყოს შეცვლილი და რა ხდება ჩვენ ბალანსში? კრედიტორი გვაქვს? კრედიტორი შემცირებულია. ესე იგი, მარაგი მე რაც დავხარჯე, იქედან წელს არ მიყიდია 68 და გამოვაკელი, მაგრამ კრედიტორი გაზრდილი რომ ყოფილიყო, მაშინ ფული არ მექნებოდა დახარჯული. თუმცა ჩვენ მაგალითში შემცირებულია. რას ნიშნავს კრედიტორი შემცირებულია? წინა წლის მომწოდებლის ვალი დამიფარია წელს. თუ მე წინა წელს, სადაც გაზრდილი იყო კრედიტორი, ამას გამოვაკლებდი, იმიტომ რომ ფული არ დამიხარჯიაო, წელს გადავიხადე ის ვალი და წელს ფულში უნდა დავამატო. და რა გამოგვივიდა? 1040 გამოაკლდა 68, იმიტომ რომ მარაგი იყო შემცირებული და ეს ფული არ დამიხარჯია და დაემატა 14, იმიტომ რომ ვალდებულება იყო შემცირებული და ეს ფული წელს დავხარჯე. 996. ახლა 86, დიახ. ახლა საოპერაციო უკანა რიგში გოგოებო ვისა გაქვს სურვილი? მოდი დავთვალოთ. საოპერაციო საქმიანობიდან საქმიანობაში რამდენი დაიხარჯა? მოდი დავითვალოთ. რამდენია ხარჯებში? არა უკან. ხარჯებში რამდენი გვაქვს? 294 არა. საოპერაციო ხარჯი, მაგრამ იქვე გვაქვს მითითებული რომ ცვეთა არისო, რომელშიც ფული არ დაგვიხარჯავს. ამიტომ 294 ცვეთა უნდა გამოვაკლოთ. ახლა ვნახოთ, იქნებ წინასწარ გადავიხადეთ, რაიმე ხარჯი გავწიეთ, იქნებ წინასწარ გადახდილი შემცირდა. ან პირიქით, ვალი დამჩა და არ გადამიხდია. ან ძველი ვალი დავფარე. ესენი ყველაფერი გასათვალისწინებელია. რა ხდება წინასწარ გადახდებში? თუ მაქვს რაიმე წინასწარ გადახდები, სად ვეძებ წინასწარ გადახდებს? აქტივებში ვეძებ, ხო, მიმდინარე აქტივებში. მაქვს ასეთი რაიმე. გაზრდილია, გაზარდეთ წინასწარ გადახდილი ხარჯი. ოპერაცია გააკეთეთ. დებეტი 1700, კრედიტი ფული, მაგრამ ხარჯი არ არის ეს, ხო? წინასწარ გადავიხადე და რა უნდა ვქნა? უნდა მივამატოთ, ფული დავხარჯე. კარგით. აბა ხომ არ არის კიდე რაიმე ვალდებულებებში? ვალდებულებებში ხომ არა გაქვთ რაიმე დარიცხული ვალდებულებები? გაზრდილია თუ შემცირებული? შემცირებულია.
ანუ ვალი რომ გაზრდილიყო, ფული არ მექნებოდა დახარჯული და პირიქით შარშანდელი ვალი შემიმცირებია და რა მიქნია? დამიხარჯია და რა უნდა ვქნა? პირიქით ხარჯებს ვაკეთებ, ხო? ფულის დახარჯვებს უნდა დავამატოთ და 294,000, რომელიც ხარჯებში მაქვს. აი ამ 294,000 ვაქცევ ახლა მე ფულის დახარჯვად. დააკვირდით, მაგრამ 294,000 ვერ ჩავთვლი, რომ ფული დაიხარჯა, იმიტომ რომ 74,000 ამაში ყოფილა ცოტა და ცოტა არ არის ფულადი დანახარჯი, ამიტომ გამოვაკელი. 8,000-ით. რა ქონდა 8? გადახდილი, წინასწარ გაწეული ხარჯი იყო რა? გაზრდილი. წინასწარ გაწეული ხარჯი მქონდა, წერს გაწეული და ის ხარჯებში სულ არ იყო და ამიტომ დავამატე ის 8,000. ვალდებულებებს, დარიცხულ ვალდებულებებს რა დაემართა? შემცირდა, ვალი შემცირდა როგორ? დებეტი, ვალი, კრედიტი, ფული. შარშანდელი ვალიც გადამიხდია წელს. ფული დამიხარჯია და ხარჯი არ არის წელს. ამიტომ ისიც დავამატეთ. და გამოგვივიდა, ესე იგი, თურმე 294, რომელიც მქონდა ხარჯებში, ის წარმოადგენს 224 ფულის დახარჯვას. ანუ 224,000 სინამდვილეში ფულის დახარჯვა და ხარჯებში მქონდა 294. რა იყო მათ შორის სხვაობა? ყველა მათ შორის სხვაობა იყო დარიცხული ელემენტი. 74 იყო დარიცხული წვეთა, 8 იყო წინასწარ გაწეული ხარჯი, ანუ დარიცხული აქტივი და 6 იყო ვალდებულების შემცირება, ანუ დარიცხული იყო ის ვალდებულება თავის დროზე და ის შემცირდა. ანუ ყველა დარიცხული ელემენტი მოვაშორეთ ამ ხარჯს და გამოგვივიდა ფულის დახარჯვა. გადახდილი პროცენტი. გადახდილი პროცენტი გვიჩანს ჩვენ ხარჯებში. ხომ შეიძლება ეს პროცენტი ხარჯებში რომ გვიჩანს, ყველა არ იყოს გადახდილი. თუ არ არის ყველა გადახდილი, რა იქნებოდა მაშინ? დარიცხული? თუ არ არის გადახდილი, რა იქნებოდა? ვალდებულება, ხო? თუ არ გადამიხდია, ხარჯია ეს და ხარჯთან დარიცხული ვალდებულება. ანუ დარიცხული ვალდებულება პროცენტთან დაკავშირებით თუ მქონდა გაზრდილი ან შემცირებული. მქონდა შეიძლება, მაგრამ შეცვლილი არ იყო, მაშინ არაფერი არ იმოქმედებს, მაგრამ გაზრდილი ან შემცირებული იყო ასეთი რაიმე? არა გვაქვს, მაშინ გადამიხდია ეს ფული. გადასახადები. გადასახადი ხარჯის სახით მიწერია 14. მაგრამ ნახოთ ვალდებულებებში ხო არ არის აიმე ცვლილება ან გაზრდილი ან შემცირებული. გამეზარდა ვალი. ხარჯი კი მიწერია 14, მაგრამ თურმე იქედან 4 არ გადამიხდია. თუ არ გადამიხდია, უნდა გამოვაკე. და გამოგვივიდა მთლიანი დანახარჯები ფულის და გამოგვივიდა მთლიანი შედეგი ფულადი ნაკადებისა, რომელიც პლუსით დაჯდა ჩვენთან. 116. მაინც რთულია, ხო? როგორ? იმიტომ რომ პროგრამა ადამიანი შექმნილია ისიც, აი როგორ გააკეთებ და რომ ვინმეს ეს არ ხო, და ეშლება მასაც ძალიან ხშირი იქნება შემთხვევა, როცა მაშინ პროგრამა გაიკეთებს, მაგრამ არ გამოგვია ბოლოს ფულად ნაკადს. არ დაემთხვევა ეს ფულს იქ. ხო, ციფრი არ იქნება ისე დაფიქსირებული. მე თქვენ ამის პასუხს მოგცემთ შემდეგი მაგალითებით. სადაც თქვენ კიდე მოგიწევს ფულად ნაკადების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება და მიხვდებით, რომ ერთნაირი ესენი არ არის, ყველას აუცილებლად შინაარსი უნდა იცოდე. ჯერ ერთი აქ აუცილებლად უნდა ნახო არაფულადი ელემენტები. ხომ შეიძლება ამ ოპერაციებში იყოს არაფულადი ელემენტები ჩართული. შენ იმას ვერ მიხვდები, რა უყო თუ შინაარსი არ იცი. აუცილებლად უნდა გაარკვიო ესენი, თუმცა ძალიან მოკლე გზებსაც გასწავლით და თქვენ შეგეძლებათ იმ მოკლე გზითაც გააკეთოთ ეს და ხელითაც შეგიძლიათ თუ კი პროგრამა არ აგაქვთ, მაგრამ პატარა ობიექტებში. აი პატარა ობიექტებში, როცა დიდია, ბევრია ეს ოპერაციები, ყველაზე მოკლე გზა ეს არის, დამიჯერეთ. ყველაზე მოკლე ეს არის მაინც. უბრალოდ ახლა გიჭირთ ამისათვისება, მაგრამ ეს ჩვენ გვჭირდება არა მარტო იმისთვის, რომ ფულადი ნაკადები გააკეთო. ეხლა მე თქვენ აზროვნებას ვამოწმებ ამით და საკუთარ თავს იმოწმებ თქვენ ამით, საკუთარ ოპერაციებს რევიზიას ვუკეთებ ამით. ეს ყველაზე კარგი შანსია და ეს არ გაუშვათ ხელიდან.
ეხლა მე მინდა უბრალოდ წარმოიდგინოთ, თქვენზე ხართ თქვენ მენეჯერთან და ამ ინფორმაციას აწოდებთ და ამას ყველაფერს უხსნით ასე. არა, დამერწმუნეთ, თუ რომ თქვენ საკუთარ ასე ვთქვათ, საკუთარ პრესტიჟს, საკუთარ აი რატოა ეს სირთულე ბუღალტრების ენა მოშორებით არის, ზოგჯერ მენეჯერების ენისგანაც, ანუ ვერ იგებენ. არ იცის რა საკეთებს, რაღაცებს აკეთებს, მაგრამ კარგად, ცუდად რა სპეციალისტი არ იცის. რაღაცნაირად უნდა დაანახო მას, რა შეგიძლია შენ. ერთ-ერთი ხერხია, აი ეს ანგარიშგება, რომ შენ დაანახო მენეჯერს, რომ შიგნით რა შეგიძლია და გენდობა მერე ის. დაგეყრდნობა რაღაც ინფორმაციებზე და აგერ მენეჯერი მიზის და მე მინდა დამეთანხმო თქვენ მეთანხმებით მე ამაში რომ შენ როცა ის ამას გაგებინებს და ყველაფერს ერთად რა თქმა უნდა ენდობი მერე ასეთ ბუღალტერს და სხვანაირი კომუნიკაცია მყარდება თქვენ შორის. აი როგორ არის გაუცხოება მაინც ეს ბუღალტერს თავის ენა აქვს იმას თავისი და შენ თუ არ გადადგი იქეთ მენეჯერისკენ, ნაბიჯი მენეჯერს აი ვერ ძებნის იმ გზას, რომელიც შენთან უნდა გადმოდგას.